ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები. კომიტეტო არ დაუბრუნდება თავის განსაზღვრულ მომავალს. თავისუფლება მზიას. აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ეს წუთია დასრულდა მზია ამაღლობელის ბოლო სასამართლოს ხდომა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს დღის 2 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ასევე მზია ამაღლობელმა თავისი დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს, რომლის შემდგომაც ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილება იქნება რამდენიმე დღეში. თქვენ კადრში ხედავთ ეხლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სოლიდარობის ნიშნად მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იმყოფება და ასე არის ყოველა სასამართლოს ხდომაზე, რაც კი იმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ახლა ჩვენ გადმოვინაცვლეთ უკვე ეტაპირების ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება მზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი და უკვე ხალხი ინაცვლეს სასამართლო დარბაზის გვერდითა ნაწილში. მზია ამაღლობელმა დღეს თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა ის, რომ მისთვის არის შეურაცხმყოფელი და დამარხვის ტოლფასი საპროცესო შეთანხმების შეთავაზებასთან დაკავშირებით, თქვა, რომ ცხადია ის ამას არ დათანხმდებოდა და ეს მისთვის იყო შეურაცხყოფის და დამარხვის ტოლფასი. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ნინო დათაშვილს, რომელსაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანას უპირებენ. გავაჩნიოთ კორიდორი რომ გავაკეთოთ ორივე მხარეს და მზია გავახსნევოთ ვიდრე აქედან გაიყვანოთ. ახლა აქ შეკრებილი ადამიანები დაორგანიზებას ცდილობენ, რომ მზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს. ცოტა ხანში ალბათ სავარაუდოდ სიტყვით გამოსვლებიც იქნება, რომელსაც ცხადია პირდაპირ ეთერში მოგესმენინებთ. მე მანამდე გეტყვით იმას, რომ დღეს სასამართლოს ბოლოს ხდომაზე მზია ამაღლობელი დასკვნითი სიტყვით წარსდგა და მან ისაუბრა ამ დროის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ დაუპირისპირდა სისტემის ყველა რგოლი და როგორ ცდილობდა მის გაშავებას ამ დროის განმავლობაში, როგორც სამთავრობო ტროლების გამოყენებით, ასევე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მზია ამაღლობელის ასე ვთქვათ, დისკრედიტაციის პროცესში და თქვა, რომ შეუძლებელი არის იმის ატანა, რაც ხდებოდა მის თავს, ის ასევე მადლობას უხდის კოლეგებს, მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და ეწინააღმდეგებიან რუსულ კანონებს და რეპრესიებს. საქართველოს შეძბერდი დიქტატურა მალე დამთავრდება. არა მოახება ბოლო სამართლობას. დიქტატურა სატანის გაზია. უფალი ჩვენ გვერდია. ემჯერა რომ დამთავრდება დიქტატურა. ემჯერა რომ საქართველოს გაიმარჯვეს აუცილებლად. ცოტა ხანში დაიწყება მზია ამაღლობელის ეტაპირების პროცესი. ეს არის ის ჭიშკარი, საიდანაც გამოვა სპეციალური პენიტენციარული სამსახურის მანქანა და დაიწყება მისი ეტაპირების პროცესი რუსთავის ქალთა კოლონიის მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სასამართლომ განმარტა ნინო სახელაშვილმა მოსამართლემ, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს 6 აგვისტოს დღის 2 საათზე და სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი.
ასეთი არის ახლა ვითარება სასამართლოს ბოლომდე ეს არის შეძახილები, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ შეკრებილი ადამიანები ბრძოლას აპირებენ ბოლომდე. თავისუფლება მზია ამაღლობებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! მოსამართლედ წოდებულო ნინო სახელაშვილო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მოსამართლე იქნები თუ არ იქნები მზიასთვის სასჯელის მისჯის შემდეგ, იმიტომ რომ თქვენნაირი მოსამართლეებისგან მანტია რომ მოგისხამთ, არავინ ელის გამამართლებელ განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ერთი უთხუარი მტკიცებულებაც კი არ გაქვთ, აჭარის ტელევიზიის 44 წამიანი დაჭრილი დაკუჭრული კადრის გარდა, სადაც ჩანს, რომ მზია სილას ულაწყუნებს, ალიყურს აჭმევს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს, რაც ითქვა კიდეც ადვოკატის არაჩვეულებრივი დასკვნის სიტყვაში, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი თარგმნოთ და ყველაფერი მოარგოთ იმას, რა დავალებასაც პატრონები მოგცემენ. არავის დავიწყებია, რის შემდეგ დაინიშნეთ უადად მოსამართლედ. სწორედ მას შემდეგ, რაც მზიას პირველად მიუსაჯეთ პატიმრობა, რომელსაც ერთი რეჟიმიდან მეორე რეჟიმი გადაიბარებს. და აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს, თუ არ იქნება მზიას გამამართლებელი განაჩენი, რაც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვესწრებოდით მის ხდომებს და ვნახეთ, რომ ის უდანაშაულოა. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! შეხედეთ იმ კართან, შავ კართან, საიდანაც მზია უნდა გამოიყვანოს პენტენციური სამსახურის ბადრაგმა, რამდენმა ცურუმოცმემ მოიყარა თავის. მზიას საქმეზე ყალბიჩვენებები რომ ისწრეს, სახეს ელჩნო თითოეულმაგან უკვე. და აი ამ ცურუმოცმემ საიდანაც გამოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა და ეტაპირების პროცესი დაიწყება რუსთავის მიმართულებით ქალთა კოლონიაში გადაიყვანენ მედია მენეჯერ მზია ამაღლობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით განაჩენი გამოცხადება 6 აგვისტოს და ახლა აქ შეკრებილი ადამიანები იძახიან გოჩა ვანაძის მიმართულებით ცრუ-მოწმე. ყველა სასამართლოს ხდომის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმართება სოლიდარობის აქცია და აქ მოდის უამრავი ადამიანი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და ეს არის მორიგი დღე, როცა თქვენ კადრში ხედავთ უამრავი ადამიანი მოვიდა აქ და გაიძახიან იმას, რომ სასამართლოს არის მიკერძოებული და მათი გადაწყვეტილებების არ სჯერათ. პარალელურად ისმის შეძახილები
რომ აქ იმყოფებიან ცრუმოწმეები, რომლებიც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ, რათა მზია ამაღლობელისგან როგორც დამნაშავის ხატის შექმნას ცდილობდნენ. თქვენი გასაწილი გახდა, ახლა ჩვენი კოლეგა მზია. მზიასთან რეჟიმის მასწავლებს აუცილებლად დავისვით, მაგრამ თქვენი ადგილი იქნება ციხეში. დავისვით მზიას! აი, გაიგო ჭიშკარი და დაპირების პროცესი იწყება. წავიდა უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა, რითაც იწყება ეტაპირების პროცესი. ადგილზე ხედავთ შეძახილებსა და ოვაციებს. მონებო გაიძახიან აქ შეკრებილი ადამიანები. ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, სადაც სხდომის პარალელურად იმართებოდა საპროტესტო აქცია სოლიდარობის ნიშნად. აქ უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ყველა სასამართლოს სხდომაზე აქტიურად მოდიან.
მერაბ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. შეგვიფასეთ სასამართლო პროცესები და მათ შორის რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და ზოგადად რა აჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც ამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს საქმე აჩვენებს ერთ რამეს, რომ ამ ხელისუფლებას ერთ-ერთი რამ აინტერესებს ხოლმე თავისი პოლიტიკური ოპონენტებისთან დაკავშირებით, ეს არის შურისძიება. მას სამართალი არ აინტერესებს. მესმის რომ შეიძლება იყო გაბრაზებული, იყო ნაწყენი სილის გამო და ასე შემდეგ, მაგრამ შურისძიებით არ მუშაობს სამართალი. ამ ხელისუფლების პირობებში მუშაობს შურისძიებით. ხო, მზია ამაღლობელმა დღეს თავის ხომაზე თქვა, დასკვის სიტყვაში რომ მე პასუხისმგებლობას არ გავუგვივარო და არ ვიძახი რომ არაფერი არ ჩამვიდენიაო, მაგრამ ვითხოვ სამართალს და არა შურისძიებას. ხო, ითხოვს ეს ადამიანი და ის რაც ხდება, ეს არ არის სამართალი, ეს არის შურისძიება, იმიტომ რომ სილის გაწვის გამო მაქსიმუმ ჯარიმა შეიძლება რამდენი დღიანი პატიმრობა მიუსაჯო ადამიანს. ზეგრობს გაათავისუფლონ მზია, ეს 7 თვიანი პატიმრობა უკვე შემდგარი ფაქტია, სრულიად უკანონო და დაუსაბუთებლად. ასეთ საქმეზე წინასწარ პატიმრობას ვინ უსჯის ადამიანს, ხო? ნორმალურ ქვეყანაში მზია იქნებოდა სახლში და ისე ივლიდა სასამართლოზე სახლიდან. გაუსვლელობის ხელწერლით ან რაღაცა. ეხლა 7 თვეა ციხეში ყავთ, ყოველკვირა დაყავთ რუსთავი, ბათუმი და ეხლა კიდე არ გამოაცხადა, გაუშვა და ზეგ უნდა ჩამოიყვანოს უკან და რომც ამჯერა რომ გამოუშვებენ, მაგრამ რომც რაღაც ისე მოხდეს და გამოუშვა, ამ 7 თვიან უკანონო პატიმრობას რა უნდა გესხო შემდგარი ფაქტია, ყოველად წარმოუდგენელი ასეთ საქმეზე წინასწარი პატიმრობა. განაჩენი ცალკე თემა არის კიდე როგორ განაჩენი დადგება, მაგრამ როგორ შეიძლება ხა წინასწარ პატიმრობას უშჯიან ადამიანს, რომელიც შეიძლება საზოგადოების საშიში იყოს, მოწმებზე ზეწოლა მოახდეს, ვიზე უნდა მოეხდინა დგებოაძეზე ზეწოლა თუ პოლიციაზე. და ამ რაღაცა გაიქცეს და ასე შემდეგ. აი განმეორებითი დანაშაული ჩაიდინოს შეიძლება. და ანუ მზია დადგებოდა და იმას დგებოაძეს ყოველ დღე სილას ულაწუნებდა. ხო გასაგებია რატომაც ყავდათ ეს პატიმრობა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინათ რომ ჩვენ აი ასე მკაცრად ვჯით ყველას ვინც რაღაცა ჩვენიანს და მათთვის ახლა პოლიციური ხელისუფლება გახდა უკვე და დგას პოლიციაზე. შესაბამისად პოლიციის დაცვა, მათი ხელისუფლების დაცვა არის და პოლიციელი თუ იტყვის რომ უნდა დაიცაჯოს ვიღაცა მკაცრად, კანონის სამართალი აღარ აინტერესებს რა. ისინი ამბობენ რომ ეს არის პოლიციის წინააღმდეგ გალაშქრება. სიტყვა ის ქართული ენა ხო ვიცით, კაცო. თავდასხმა როგორ შეიძლება ის იყოს ის რაც მოხდა. იურისტობას დავიდავანებოთ. სიტყვა გვესმის თავდასხმა რას ნიშნავს, ხო? მაგრამ გასაგებია იმ პოლიციამ მაშინვე თქვა რომ ახლა მე ამაზე შურს ვიძიებ, ანუ სისხლით გაუშვებო, იყვირა და აი ამას უსრულებდა. მეტი არაფერი. გასაგებია, მადლობა მერაბ მეტრეველის მოსაზრებას ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ლაშა, პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეგიძლიათ შეგვიფასოთ სასამართლო პროცესები და რა აჩვენებს, როგორ ფიქრობთ, მზია ამაღლობელის საქმე და რა მოლოდინები გაქვთ თქვენ მოსამართლე ნინო სახელაშვილისგან? ცითრა ეს პროცესი არის ყველაზე სამარცხვინო პროცესი, რაც კი ჩვენ გვინახავს დამოუკიდებლობის პერიოდში ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროცესია. ვიმეორებ, ეს არის დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების სახეზე, პირდაპირ თქვათ ეს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტი იყო აქ ან გულუყრილო, რომ არიქა ეხლა ვიღაცაში სინდისი გაეღვიძებს ამ ტიპის მოსამართლეებში, ეხლა თქვენ რაც ზანეთ, მაგის ილუზია მე არა მაქვს, გულახდილად გეტყვით. მათ მინდა უთხრა პირდაპირ, რომ ეს სიტუაცია, ესეთი სიტუაცია ყოველთვის არ იქნება ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება შეიძლება და თითოეული ადამიანი
თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს აი ესეთ უმსგავს გადაწყვეტილებებში აუცილებლად აგებს პასუხს რა. მათ არ შერჩებათ ეს, იმიტომ რომ უსამართლობა არავის არ შერჩენია, არც ამათ არ შერჩებათ. აი მის თქმა მინდა ეხლა და ასევე ძალიან დიდი პატივისცემა ზიას და ზიას მიმართ უნდა გამოხატო, იმიტომ რომ ის არის ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან ძლიერი ქართველი, რომელიც იცავს ქართველი ადამიანის ღირსებას დღეს ამ ქვეყანაში. მადლობა ლაშა ტუღუშის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში. თამარ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და როგორ ფიქრობთ, რა საჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე? რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ სახელმწიფო ტროლები, სახელმწიფო მთლიანად უპირისპირდება ერთ ადამიანს. ძალიან რთულია იმის თქმა, ალბათ ჩემთვის და როგორც ყველა აქ მდგომი ადამიანის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაიდო განაჩენის გამოცხადება. ნახოთ, გაირკვევა ეს ალბათ 6 აგვისტოს, რატომ გადაიდო განაჩენის გამოცხადება, მაგრამ რაზეც ალბათ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ და რაც თქვენი კითხვის პასუხიც იქნება, ალბათ ეს არის მზიას სიტყვა, მზიას საბოლოო სიტყვა, რომელიც დარბაში თუ იყავით, ნახავდით, რომ ყველასთვის იყო ძალიან ემოციური, არა მხოლოდ მისი ახლობლებისთვის და თქვა თანამშრომლებისთვის, არამედ სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც კი და რას აჩვენებს და რას ვხედავდით, ამაზე ალბათ ბევრჯერ ვთქვით, მაგრამ ზიამ თქვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მხოლოდ მას არ ეხება და ეხება ყველას ალბათ, რომ როგორი განაჩენიც არ უნდა დადგეს მზია ამაღლობელის საქმეზე, მზია თავად და ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში ასეთ მსხვერპლზე მიდის და ამხელა სიმტკიცეს იჩენს, ის ადამიანი არ გამოჩვენ. მიუხედავად იმისა, რა განაჩენი დადგა. მადლობა თამარ რუხაძეს უსმენთ. თქვენ რუსუდან მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც რომ შეაფასოთ სასამართლო პროცესები, რასაც თქვენ ესწრებოდით, ხედავდით, მათ შორის მოისმინეთ მზიას ბოლოს სიტყვა, რომელმაც თქვა, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდა მას. და მიუხედავად ამისა, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ მოსამართლისგან? მივესალმები თქვენს აუდიტორიას. ძალიან მიჭირს საუბარი დღეს მზიას სიტყვის მერე, სამწუხაროდ მე ვერ შევედი დარბაში, მაგრამ ვკითხულობდი მყისიერად რაც იდებოდა. კი, მზიას მართლა დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო მანქანა და ამის მიუხედავად მე მიმაჩნია, რომ მზია არის გამარჯვებული. იმის მიუხედავად რა განაჩენი დადგება, მზია თავისი ურყევი მტკიცე ხასიათით, თავისი პროტესტის აი გამოხატვით, რომ წინა სხდომაზე ალბათ ნახავდა და წაიკითხავდა ხალხი, რომ 10 საათის განმავლობაში ერთხელაც არ დამჯდარა მზია ამაღლობელი საბრალდებო სკამზე. ანუ აი მე მგონია, რომ თავისი სიმტკიცით, თავისი სიმართლით და ადამიანი თუ მართალი არ არის, ის ესე ვერ იქცევა. თუ მართალი არ არის, აი მისი მორალური უპირატესობა, აი ესე ყველანაირი შუშის მოდი გისოსებს დავარქმევ, იქიდანაც კი აი ესე ყველაფერს არ ანგრევს და მაიამ წარიაშვილმა თქვა წინა სხდომაზე, რომ მზიას სიჩუმე ყველაზე ხმამაღლა ისმისო. ანუ აი ეს მისი ხმა მართლა ყველაზე ხმამაღლა ისმის და მე მგონია კი არ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მზიამ უკვე დაამარცხა დიქტატურა. პირველ დღეს მას ეჭირა ეს წიგნი ხელში და მე ვფიქრობ, რომ თავისი ქცევით, თავისი ქმედებით, თავისი სიტყვით მზიამ მართლა დაამარცხა ეს მთელი სისტემა და გამოაჩინა როგორი უსუსურია ის. ახლა მე არ შევალ იურიდიულ დეტალებში, ამაზე ძალიან კარგად ილაპარაკა, ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა მაიამ წარიაშვილს და მან ამხილა პროკურატურაც სრულმოწმეებით, აი სულ დეტალურად ჩაუყვა როგორ იტყუება სახელმწიფო მზიას წინაშე, მაგრამ აი ამის ფონზე, ამის მიუხედავად, არ ვიცი, აი ყველამ დაინახა როგორ ამხელა სიმართლეა მზიას მხარეს.
მადლობა რუსუდან ცხომელძეს უსმენდით ჟურნალის დიახ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი 6 აგვისტოს და ნინო სახელაშვილი თავის ასე ვთქვათ ბოლო განაჩენს ამ დღეს გამოაცხადებს. მოგესალმებით ქალბატონო სალომე პირდაპირ ეთერში ვართ თუ შეგიძლიათ არ კეთილი კარგით დიახ ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ახლა გადაწყდა ონლაინ მედია ბათუმელების მიმართულებით მარში გადაწყდა და მსვლელობით მივლენ რედაქციასთან ასე ვთქვათ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატავენ სოლიდარობას ზია ამაღლობელის მიმართ. ნინო გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ. შეგვიფასეთ სასამართლო პროცესები და მოლოდინები, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და რას ნიშნავს, როცა მოსამართლე დღეს ყველა ელოდა პრინციპში ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას, თუმცა მოლოდინელად სხვა თარიღი ჩანიშნა. ეს არის შიში ერთი მხრივ სასამართლოს მხრიდან შიში ადამიანების მძვინვარების და აბსოლუტურად ბუნებრივი მძვინვარების, იმიტომ რომ ადამიანი არ არის დამნაშავე, ის ბრალდებულის სკამზე არ ჯდება შეგნებულად, იმიტომ რომ სრულიად აქვს გასნობიერებული, რომ მას არაფერი დაუშავებია. ყოველ შემთხვევაში ისეთი არაფერი დაუშავებია, რაც სახელმწიფომ გამოუწერა სასჯელად. ეს ადამიანი დამნაშავე არ არის. ზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომელმაც ქართული კრიტიკული თავისუფალი მედიის სათავეებში დაიწყო იმის კეთება, რამაც ჩვენ მოგცა მე ყველა საფუძველი, რომ გვეკეთებინა ნამდვილი ჟურნალისტიკა, რასაც ქართული კრიტიკული ჟურნალისტიკა ქვია და რაც სახელმწიფოს განვითარებისთვის არის აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიცი, რაც არ უნდა გამოცხადდეს 6 რიცხვში, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა ზუსტად. ზია გამარჯვებულია. ეს პროცესი არ დამთავრდება 6 რიცხვში და ეს მე მგონი ყველასთვის გასაგებია. ბრძოლა ბოლომდე და იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის. ეს მისი დევიზია, რომელსაც ჩვენ პირუთნელად შევასრულებთ. მადლობა ნინო ზაუტაშვილის მოსაზრებას ისმენდით და მეკითხვითი იმას, რომ საპროტესტო მარში უკვე დაიწყო. ხალხი აქ შეკრებილი ადამიანები გადაინაცვლებენ ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციასთან და ამ ფორმით კიდევ ერთხელ სოლიდარობას გამოხატავენ ბათუმელების მიმართ. პარალელურად ჩვენ გვესმის მეგაფონით მოწოდებები, განცხადებები. ბათუმში სასამართლოში რომ ჩამოიყვანოთ, არის დაახლოებით 800 კილომეტრი გზას. რადგან შეიძლება სულ 5 საათი ეკიდა, 5 საათი მეორე გზა 8 საათი ადამიანი არის გზაში. ეს ხალხო პრობლემაა. ადამიანისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეექმნა უკანონო პატიმრობის პერიოდში. და დღეს ხდომა გადადო კიდევ ერთხელ, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სულ 3 წინადადება, 6 მუხლი და 1 წინადადება უნდა წაიკითხოს და 6 აგვისტოში კიდევ უნდა აწოლონ მზია ერთხელ 800 კილომეტრი გამოატარონ. ანუ 400 იქიდან 400 აქედან 800 იმიტომ ამბობ, რომ და არ მჯერამე რეჟიმის მოსამართლის, არ მჯერამე რუსული რეჟიმის, რომ დააყენებს იმ განაჩენს, რომელიც ჩვენთვის თავისუფალი საზოგადოებისთვის იქნება მისაღები. რა შეიძლება იყოს ეს? მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი ან კვალიფიკაციის იმგვარად შეცვლა, რაც უზრუნველყოფს მზიას პატიმრობიდან გათავისუფლებას. ეს მხოლოდ ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მზია არ შეეგუება 7 თვიან უკანონო პატიმრობას. ეს აუცილებლად იბრძოლებს და ვიბრძოლებთ მასთან ერთად, რომ სხვა დროს რუსულმა რეჟიმმა, რომელსაც ძალიან სურს ამ ქვეყანაში დიდი ხნით იყოს და გაიხანძლიოს თავისი მმართველობის ეპოქა, სხვა ჟურნალისტები რომ ვერ დაატყვევოს და ვერ დააპატიმროს. მზიას პატიმრობა თითოეული ჩვენგანის თავისუფლების ტოლფასია. არ იქნებოდა მზია, იქნებოდა რომელიმე ჩვენგანი, ან რამდენიმე ჩვენგანი. ასეთია რეჟიმის სულისკვეთება. რეჟიმს არ სჭირდება საქართველოში თავისუფალი მედია. ის არ დასჭირდა მზიას უკანონო დაპატიმრებას. მიიღო მთელი რიგი დრაკონული კანონები, რომლითაც თავისუფალი მედია სულს გაფავს, რომელსაც აუკრძალა საერთოდ ყველანაირი მხარდაჭერა. რატომ უნდა ეს რეჟიმს? რეჟიმს იმიტომ უნდა, რომ ის კორუფცია, რომელშიც იხჩობიან ყველამდე, არავინ ამხილოს ადამიანის უფლებების დარღვევები, არავინ ამხილოს ნინო დათაშვილი ფსიქიატრიული ვითომ ექსპერტიზის დოკუმენტით
გამოკეტვა რომ უნდა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში ის საპატიმროში ის რაც გაუკეთეს ნაზი შამანაურს რომლის შესახებაც ბევრმა სამწუხაროდ არ იცის და დღემდე იმ ადამიანის სახელი არაერთი მცდელობის მიუხედავად ისევ დისკრედიტირებულია აი ესეთი დამპალი რეჟიმი გვაქვს ქვეყანაში და სწორედ იმიტომ არის მზია უკანონო პატიმარი ამ დამპალი რეჟიმის მხილებას მოახდენდა მის მიერ დაფუძნებულ გამოცემებთან ბათუმელებთან და ნეტგაზეთთან და სხვა მედიებთან ერთად თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ამ ქალაქ ბათუმს არა მხოლოდ ბათუმს არამედ მთელ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ყავს პოლიტიკური პატიმარი ქალი ჟურნალისტი ზია ამაღლობელი, რომელიც დაპატიმრებულია რეჟიმის ახირების, რეჟიმის სიშლების, სიკიშისა და ავადმყოფობის გამო. როგორ შეიძლება სილის გაწვლის გამო ადამიანს ემუქრებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების წარსულთა. ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც არის რუსული რეჟიმის მსგავსი დიქტატურა და ავტოკრატია. ზუსტად ამ საფრთხის ქვეშ ვართ დღეს ჩვენც საქართველოს მოქალაქეებიც. ზია კი არ იქნება მხოლოდ დაპატიმრებული. რეჟიმს გადასცემია პროტესტის ჩახშობა. ის მალე ამ დრაკონული კანონების მთელ ტალღას მიამატებს ახალ შემზღუდულ ნორმატიულ აქტებს, რომლითაც პროტესტის ამ ფორმით გამოხატვასა დაგვიკრძალავს. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით თავისუფლები, ჩვენ ვერ ვისაიმებთ გამარჯვებას. ჩვენ ვერ ჩავთვლით ვერაფერს მიღწევად, ვიდრე მზია ამაღლობელი და რეჟიმის სხვა პატიმრები არ იქნებიან თავისუფლები. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! მოსამართლის პარტია შემოსული ნინო სახელაშვილი 6 განაჩენს გამოუტანს არა მზია ამაღლობელს, არამედ ისევ ჩვენგან. ამიტომ 6-ში 20-ზე აუცილებლად უფრო მეტი უნდა შევიკრიბოთ, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც ავტომატურად ნიშნავს მომავალში თითოეული ჩვენგანის უფლების დაცვას, იმიტომ რომ თავისუფლად არის შესაძლებელი მომავალში ვიყოთ ჩვენ მზიას ადგილად. ამიტომ პრაგმატულადაც, მორალურადაც და სამართლიანობა მოითხოვს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა კიდევ ერთხელ ხმა ავიმაღლოთ და დავიცვათ სამართლიანობა და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოვითხოვოთ. თავისუფლება მზიას!
თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება საქართველოს! ასევე მინდა მივმართო რეჟიმის მორჩილ პოლიციელებს, მოსამართლეებს და ასე შემდეგ. მოვა დრო, როცა სისტემა თქვენს მოგადგება. ამის ნათელი მაგალითია თქვენი ხერხემალი ლიდერთა შორის, რომელიც 7 წლის განმავლობაში განაგებდა რეგიონის ხელმძღვანელობას ახორციელებდა და საგარეჯოში მის მიმართ დატრიალებული თავგადასავალი ყველას მოგეხსენება. და ყველამ კარგად იცის თუ რა დამარცხეს მას წამყვა ხერხემას და ლიდერს. ამიტომ საკუთარ თავებსაც უნდა გაუხსნათ უარი თქვათ უკანონო დავალებების შესრულებაზე და იცოდოთ ჩვენთან ერთად უკეთესი საქართველოსთვის. თავისუფლება მძია! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება საქართველოს! დიდება საქართველოს! მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპროტესტო მარშს ადევნებთ პირდაპირ ეთერში თვალყურს. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები მიემართებიან ონლაინ მედია ბათუმელების რედაქციასთან, რითაც კიდევ ერთხელ ამ ფორმით ისინი სოლიდარობას გამოუცხადებენ დაპატიმრებულ მედია მენეჯერს. გადავიდეთ გზაზე. საქართველოს
დადირება რატომ გეზარებათ? ცეცხლი ოლიგარქიას! მეგობრებო, არავის გვესწავლება სადაც ვართ და რატომაც მოვოდითად. ათუმელების, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი მზიას ეთერის და მათი გუნდის გამოცემის წინ ვართ. რატომ ვართ აქ? იმიტომ რომ ამ პატარა გუნდმა ყველა ვინც აქ გავართ ონლაინ მედიიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და კუთხიდან ვართ ჩამოსული, ყველა წარმოადგენს ასეთ პატარა მედიებს უმეტესად. ამ პატარა მედიამ და ჯგუფმა ამ 7 თვის განმავლობაში რასაც გაუძლო და რაც გააკეთა, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ისინი ადრედილიდან გვიან ღამემდე და მათ შორის ზოგჯერ და ბევრჯერ ღამითაც შრომობდნენ და შრომობენ იმისთვის, რომ ზიას პატიმრობისა და სისხლის სამართლის საქმის თითოეული დეტალი არ გამორჩეთ, თითოეული ცრუმოწმის, თითოეული დეტალი გაანალიზონ ძალიან ძვირფას და პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად, რომ საზოგადოების დიდმა და დანარჩენმა ნაწილმა ყველაფერი გავიგოთ, როგორი ცრუმოწმების, ცრუჩვენებების კასკადზეა დაფუძნებული ზიას უკანონო 7-იანი პატიმრობა. ბევრი ამას ვერ შევძლებდით და ვერ მოვახერხებდით, მაგრამ ზია იმიტომაც არის ძლიერი, რომ ასეთი გუნდი ყავს და მადლობა მინდა უთხრა მათ თითოეულს ყველას ერთად. მადლობა კოლეგებო და მეგობრებო. რეჟიმი რას ვერ სპობს და რა აღელვებს და აგიჟებს ყველაზე მეტად, ისედაც შლეგებს და არანორმალურებს. ჩვენი ერთიანობა. შეიძლება გარეთ ცოტანი ვართ, მაგრამ ერთიანი ვართ და ამ ერთიანობას ვერაფერს უშლება, ამიტომაც აგიჟებს ეს. 7 თვია მზია უკანონო პატიმარია, 7 თვეზე მეტია სხვა ბიჭები, ახალგაზრდები. არ ვიცი, ომის ვეტერანები, საოკუპაციო ხაზის მცხოვრებლები, რუსთაველზე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისთვის ყავთ დაპატიმრებული და ვერ გატეხეს ვერცერთი მათგანი. ვერცერთი მათგანი ვერ გატეხეს და ეს აგიჟებთ, იმიტომ რომ ვერ ხსნიან რა ბრძოლის ჟინი და მიზანი გვაქვს ასეთი, იმიტომ რომ მათთვის ქვეყნის ისეთი და იმგვარი სიყვარული, როგორც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საქართველოსადმი, მათთვის ეს უცხოა, მათთვის თავარია ბევრი ფული წაიღონ, კარგად იყვნენ და ასე შემდეგ. და ეხლა ფული დაიცვან, იმიტომაც არ უნდათ წასვლა. კიდევ ერთხელ წეგანა თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 6 აგვისტოს არ მთავრდება მზიას თავისუფლებისთვის, ისევე როგორც რეჟიმის სხვა პატიმრებისთვის ჩვენი ბრძოლა. პირიქით სხვა ფაზაზე გადადის, ახალ ფაზაზე გადადის და ჩვენ პირობა დავდეთ მისმა კოლეგებმა, ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც აქ გახართ, რომ ბრძოლას არ შევწყოთ, მანამ პირველი ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი და ვიდრე რეჟიმის ყველა პატიმარს არ დავიხსნით უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ვინმეს თუ გსურთ სიტყვის გამოსვლა, მიკროფონი თავისუფალია და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ახალს მივიდეთ, სადაც რეჟიმის პირველი პირების ხედან და იქ გავაგონოთ ჩვენი ხმა. მთავრობის აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ბევრი წევრი მაშინაც იყო დონით 8 თუ 7, როდესაც მათ წვანი არ აუნთეს ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების, გადაწყვეტილების გაუქმებას და იმიტომაც ვართ დღემდე აქ და მათაც შევახსენოთ, რომ ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჭანჭიკების, როგორც სახელაშვილია და კიდევ ვიღაც ხვებით გებუაძე და მისნაირები, არამედ მათნაირების ზურგზე და კისერზეა სწორედაც. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას!
თქვენ უსმენდით პირდაპირ ეთერში გელამ თივილიშვილს, რომელმაც ისაუბრა ამ წინააღმდეგობის პროცესზე, მათ შორის რა მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას, მათ შორის რა დამსახურება აქვს ამ ქალაქის წინაშე ონლაინ მედია ათუმელებს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ზია ამაღლობელი სასამართლო განხილვებით დასრულებულია, გადაწყვეტილება კი გახდება ცნობილი 6 აგვისტოს. ნინო სახელაშვილმა თქვა დღეს ამის შესახებ, რომ განაჩენს დღის 2 საათზე წაიკითხავს, თუმცა მიუხედავად ამისა, წინასწარი განწყობები ზოგიერთ ადამიანს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება თავისუფალი, უფრო ცხადად რომ ვთქვათ, არ იქნება გამამართლებელი და სახელაშვილი ნინო ამაღლობელს მიუსჭის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის საშუალებას გამოიყენებს ნინო სახელაშვილი. და ეხლა გამოცხადა, რომ საპროტესტო მარში მსვლელობას გააგრძელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, სადაც უკვე 240 დღეზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში იმართება. მოქალაქეები ბათუმში, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, ყოველდღიურად საღამოს 8 საათიდან იკრიბებიან და ამ ფორმით გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას. ყველა მათგანი, ვინც კი ქუჩაში არის ამ დროის განმავლობაში, ამბობს იმას, რომ მანამ იქნებიან საპროტესტო აქციაზე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული და ვიცით, რომ მოთხოვნებს შორის არის ქართული ოცნების მიერ სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, ასევე ახალი რიგგარეში არჩევნების ჩანიშვნა, რადგან მათ მიაჩნიათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები არ ასახავს საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს და მათ ხედვებს. უკვე მე რამდენი თვეა, რაც ქართულ ოცნებას უწევს არაღიარების რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება, პარალელურად ვხედავთ ჩვენ იმას, რომ არაერთმა ქვეყანამ დაასანქცია ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, მათ როგორც სავიზო მიმოსვლა შეეხოთ, მიმოსვლის აკრძალვა, ასევე ფინანსური სანქციებიც და ცხადია, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ამის შესახებ ანონსებს ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, უნდა დაემხოს ოლიგარქია, რომელიც მართავს დღეისთვის საქართველოს ხელისუფლებას. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ეს არის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც ასახავს იმას, რომ ვიდრე სამართლიანობას არ მიაღწევს საზოგადოების დიდი ნაწილი, ისინი არ აპირებენ სახლებში წასვლას და მშვიდად ყოფნას, რადგან წინააღმდეგობა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც ცხადია ქართულ ოცნებას აიძულებს იმას, რომ მან უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც მათ გააჩნიათ. ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს სკანდირებენ ახლა აქციის მონაწილეები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლო პროცესები, რაც იმართება ამ პერიოდის განმავლობაში, მედიამ გამოიჭირა და ასევე უფლებადამცველებმა გამოიჭირეს არაერთი ცრუმოწმე პოლიციელი, რომელთა ცრუ ჩვენებებსაც ეყრდნობა გამოძიება და რომლის თანახმადაც 60-მდე ადამიანი იხდის სასჯელს სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებაში. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სკანდირებენ ახლა აქციის მონაწილეები და მიუყვებიან მემე დაბაშიძის ქუჩას
და მსვლელობით ისინი მივლენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თავისუფლებაზე ამაღლობენ. ატარი ტელევიზიის შენობის წინვარ, ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია, უშიშროების პატარა კანტორა, ტრადიციული. თქვენს მიერ მიკუწულ-მოკუწული კადრების საფუძველზე და გამოყენებით არის დღეს ჩვენი კოლეგა დაპატიმრებული. კარგად მახსოვს, არა მხოლოდ ბათუმელებმა მოგთხოვეს წერილობით, რომ იმ 44 წამს რა უძღოდა წინ და როგორ გრძელდებოდა შემდეგ ის კადრები, რომ მიგეცათ უწყვეტი ფორმით. ანუ რას ითხოვდნენ თქვენგან, რაც არ გევალებათ ან პროფესიული, ან კანონისმიერი ვალდებულებებით. თქვენგან ითხოვდნენ, რომ ის რაც 44 წამი მიეცით პროკურატურას, სადაც ჩანს მზიამ როგორ გაუღლაწუნა სილა ბათუმის მილიციის უფროს ბატონ დგებუაძეს. თქვენგან ითხოვდნენ გადმოგეცათ კადრები, რა უძღოდა ამ სილას წინ, როგორ მოექცნენ იქ არა მხოლოდ მზიას, არამედ აქციის სხვა მონაწილეებს, სხვა დემონსტრანტებს, როგორ არღოვდნენ მატუფლებებს, როგორ მოაყოლეს ქალები ჭყლეტაში და რა ხდებოდა შემდეგ და რა თქენით თქვენ ეს კადრები დამალეთ, კარგად შეინახეთ, თქვენს კისერზეც არის, თითოეული თქვენგანის კისერზე, ვინც ამ შენობაში ხართ, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოთ, აუცილებელი არ არის ჟურნალისტი იყო და ამით შეუწყო და გაახანგრძლიო რეჟიმი. ვინც აქ მუშაობთ, ყველას კისერზეა, ზიას უკანონო პატიმრობა. ეცოდეთ, რომ ეს გვახსოვს და ვიცით. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება ფრიდონ ბუბუტეიშვილს! თავისუფლება დავით კოლდარს! თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს! თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუცეს! თავისუფლება უჩა აბაშიძეს! თავისუფლება მარიამ იაშვილს! თავისუფლება გიორგი ოყმელაშვილს! თავისუფლება დაბა მეფარიშვილს! თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს! თავისუფლება მაკე დევიძეს! თავისუფლება ანატოლი გიგაურს! თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს! თავისუფლება თემურ დასოხაშვილს! თავისუფლება არჩილ მუსელიანს! თავისუფლება გიორგი მინდაძეს! თავისუფლება დავით ლომიძეს! თავისუფლება დავით ხომერიკს! თავისუფლება ანტონ ჩეჩის! თავისუფლება დანიელ მუმლაძეს! თავისუფლება გურამ ხუტაშვილს! თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს! თავისუფლება ლეფხია კასრაძეს! თავისუფლება გიორგი კორკაძეს! თავისუფლება თორნიკე გოშაძეს! თავისუფლება იმსა ფალიევს! თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს! თავისუფლება საბა ჩიჩიას! თავისუფლება ზვიად ძეცხლაძეს! თავისუფლება ანდრო ჭიჩინაძეს! თავისუფლება გურამ მირცხულავას! თავისუფლება ანრი კვარაცხელიას! თავისუფლება რუსლან სივაკოვს! თავისუფლება ონისე ცხადაძე! თავისუფლება ნიკოლო ჯავახიშვილს! თავისუფლება საბა ხვიდარიძეს! თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს!
თავისუფლება ირაკლი თერაშვილს. თავისუფლება რეზო კიკნაძეს. თავისუფლება გია ტერიშვილს. თავისუფლება ლუკა ჯაფუას. თავისუფლება კედო აბრამოვს. თავისუფლება ნიკა კაციას. თავისუფლება გიორგი ახობაძეს. თავისუფლება ჯანო არჩაიას. თავისუფლება ანრიკა კაბაძეს. თავისუფლება არკებ გრიგულს. თავისუფლება ანასტასია ზინოკინას. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება ჯენკო გველესიანს. თავისუფლება აჩიკო ჭუმბურიძეს. თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს. თავისუფლება მერაბ სარალიძეს. თავისუფლება დენის კულანის. თავისუფლება გიორგი ჩიკლაიძეს. თავისუფლება ირაკლი ბაბიაშვილს. თავისუფლება ნინო ბათაშვილს. თავისუფლება ზვიად რადიას. თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს. დამხობა რეჟიმს. თავისუფლება პოლიტბატიმლებს. თავისუფლება ყველას ის ბურუშინა ჩინჩალაძის კლანმა გაასამართლა. თავისუფლება საქართველოს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. თავისუფლება რეჟიმის ტყვედ. თავისუფლება რეჟიმის ტყვედ. თავისუფლება მზია ამაღლობელს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ საპროტესტო მარშს, რომელიც ამ წუთებში მიემართება მემედ აბაშიძის ქუჩისკენ და ისინი აქციის მონაწილეები მივლენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ყოველდღიური საპროტესტო აქცია იმართება. ეს არის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია, რომელიც თავდაპირველად დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რომლის შემდგომაც უკვე გადმოინაცვლა ბათუმელების რედაქციასთან, შემდეგ კი მოდის საპროტესტო მარში აქციის შეკრების ტრადიციულ ადგილზე.
მეგობრებო, აქ მოვედი თვითონ აჭარის მთავრობასთან. თბილისის ცენტრალური პოლიციის უფროსი რომ წამოიყვანეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს სულხან თამაზაშვილი. და აქეთ მეორე მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოა, მისი იმედიც უნდა გქონდეს. და სამწუხაროდ ორი ღირსეული მოსამართლის გარდა ყველას თავი რომ აქვს შერცხვენილი. ყველა შემთხვევაში რაც კი ბოლოს გვახსოვს, რაც კი ამ ქვეყნის მომავლისთვის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპულობისთვის იყო განმსაზღვრელი და გადამწყვეტი, ყოველთვის რეჟიმის მხარე დაიჭირეს, ორი ღირსეული მოსამართლის გარდა. დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, ზიას თავისუფლებას, ზვიადის და კიდევ სხვების თავისუფლებას. ამიტომ ერთხელ კიდევ შემოვძახოთ და თხოვნა მაქვს, რომ შემდგომ რამდენიმე ადამიანს, ვისაც სიტყვით გამოსვლა გსურთ, მიკროფონთან ახლოს მოხვიდეთ. ყველამ ერთად. თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ირმა გორდელაძე მოგესალმებათ, ჩვენი მეგობარი გურიიდან. რატომ ეშინია რეჟიმს ჩვენ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავისუფალი, შეუდრეკელი, უშიშარი მებრძოლი ერი და იმ ერის ღირსეული წარმომადგენლები, ვინც დღეს ხართ, ვინც რუსთაველზეა, ვინც ბათუმში, ყველა დღეა ან სხვა ქალაქებში არა აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე სახლებშია. ნახევარი საქართველოზე ცოტა მეტი ჩვენსკენა. ყველას ხომ არ დაგვიჭერენ ეს დაფეთქებულები. ვერ დაგვიჭერენ, მოვა დრო. ჩვენ ჩავს ვამთ ამათ ვირის სათანაში და კედლებს ვახეხინებ. ეხლა მე მინდა იმ წაყურსულ გაჩუმებულ ჩვენ თანამოძმებთ უთხრა. ბიჭო, თავისუფლება საქართველოს და თავისუფლება მზიას და პატიმრებს რო ვიცახით, თქვენ დავისახით, თქვენ უტვინოებო, იმიტომ რომ ეს უსამართლობა მოგადგება თქვენს. მერე ქვეყანა რომ იდის შიხში, ქვეყანა რომ იდის სკვარამში, თქვენ არ ხართ ამ ქვეყანაში, თუ საცხმარზე ხართ, თქვენზეც იმოქმედებს ეს ერთი მუჯახროა, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვი შეჭამე ჩვენი ქვეყანა, გაგვიშლეს სისხლი, ჩემზე ნუ გაკეთებთ აქცენტს, მაგრამ გაგვიშლეს სისხლი, შეჭამეს ქვეყანა და ყველანაირად ცდილობენ რუსეთი დაამკვიდრონ აქ, რადგან ბრძანება არის მოსკოვიდან და საკუთარ ძალაუფლებას ებღაუჭებიან. ამ დროს ქვეყანა გვექცევა. ჩვენი სინდისის პატიმრები არიან სამაგალითო დაჟინები, რომ ჩვენ შეგვეშინდეს. მანამდე არ უდგეს, მაგას გვერდები ჩვენ არაფრის არ გვეშინია. იმიტომ რომ საუკუნეები გადმოვთქორეთ ბრძოლით. იმიტომ რომ ვიცით რომ ვართ ევროპელები. თავარი ევროპული ღირებულებებით. სამართლიანობა, ერთიანობა, წისვლა, დემოკრატია გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ვიბრძოლებთ ამ ჭირყვავებს მოვაშორებთ ქვეყანას. ამ ჭირს მოვაშორებთ ქვეყანას. ბრძოლა ბოლომდე. მეგობრებო, კიდე ერთხელ მოგესალმებით და პირველი შემთხვევა არის, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ სამუშაო საათებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ვიყოთ და მათში გავაგონოთ ჩვენი ხმა. ამ ორგანოს ხობზე არ ვაპარაკობ და არც არაფერს არ ვიპოვოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მისი მოსამართლებისთვის, დასანქცირებული მოსამართლებისთვის, რომ არ ქონდეს სარქმელები. ქალბატონო ირინა იმერლიშვილის გულისხმობ. არ
გექნებათ უხერხულობას საერთოდ რომ თქვენს უსაფრთხოებას ბჭყალებში ამ წუთში იცავს მზიამაღლობელის პატიმრობაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი სრულ მოწმე გოჩა ვანაძე არ გწვენიათ რომ ის გიცავთ ის პოლიციელი გიცავთ რომლის სრულჩვენების საფუძველზეც დააკავეს მზიამაღლობელი თქვენი მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი ქვეყანა ჩააგდეთ ჯოჯოხეთში ამაზე პასუხისმგებლობას არ გძნობთ დარწმუნებული ვარ თქვენი ქცევებიდან გამომდინარე ძალიან კომფორტულად აგრძელებთ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც არ გეგონოთ რომ რაღაცა დიდი ლუპით გაკვირდებოდეთ მაგრამ ასე ჩანს და ძალიან წუხვარ რადგან თქვენგან მე პირადად ცოტა სხვა მოლოდინები მქონდა შეიძლება არც გახსოვართ არც არის აუცილებელი რომ გახსოვდეთ მაგრამ მართლა სხვა მოლოდინები მქონდა და ეხლა ძალიან დიდი გულისწყევა მაქვს აღარც ეს გულისწყევა არ მაქვს როცა გოჩა ვანაძე რომლის სრულჩვენების საფუძველზე მზიამაღლობელი უკვე მე-7 თვეა უკანონო პატიმრობაშია თქვენს დასაცავად არის აქ მოსული ასეთ ცინიზმს ასეთ დამცირებას რასაც ეს სისტემა ჩვენს მიმართ რეგულარულად ახორციელებს როგორ აგიტოკებთ ნერვს ან თქვენ შვილებს ან თქვენს ოჯახს როგორ აგრძელებთ ცხოვრებას სხვებზე არ ვლაპარაკობ თქვენ მოგმართავთ ახლა უშუალოდ როგორ ახერხებთ ცხოვრებას ქალბატონო ილინა როგორ მოდიხართ ყოველდღე ამ შენობაში და აგრძელებთ საქმიანობას თითქოს არაფერი არ ხდება თქვენ ხომ ხელი მოაწერეთ იმ წეული კანონის დაკანონებას ამ ქვეყანაში აი მინდა იცოდეთ რომ არა თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა ვერ გექნებათ შესაძლებლობა რომ იცხოვროთ მშვიდად თქვენი თავი არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას და ამას დრო გიჩვენებთ თქვენ მადლობა ქალბატონ ირინა იმერლიშვილს მეც მინდა ორივე სიტყვით მიმართო მას კარგად ვიცნობ თანამებრძოლები ვიყავით მე და თქვენ ვიდრე 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში მახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთად ვაკვირდებოდით სიღნაღში ქალბატონო ირინა და თვალწინ მოვპარეს არჩევნები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მაშინ მეც ხმაურობდი ამაზე არაერთ სტატიას წერდი და ვაქვეყნებდი და თქვენ ასაჩივრებდით სასამართლოში ყველა გვარი სახელი მახსოვს რომელსაც ერთმანეთს უზიარებდით ვინ გააყალბა და ვინ მოიპარა ჩვენი არჩევანი რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ ყოფილიყო მაშინ ქვეყნის ხელისუფლებაში და ქვეყნის სათავეში და თქვენ რისთვის იბრძოდით მე რისთვის ვიბრძოდი ვიცი იმიტომ რომ უკეთეს ქვეყანა მინდოდა მეტი დემოკრატია უფრო მეტად დაცული ადამიანის უფლებები თავისუფალი სასამართლო რომელიც მაშინაც ჯიბეში ყავდა ჩასმული წინა ხელისუფლებას და თქვენ რისთვის იბრძოდით რუსული რეჟიმისთვის ბიძინას და კორშაშვილის კობახიძის კეთილდღეობისთვის იბრძოდით რომ თქვენს მათთან ერთად რაღაცა მაღალი ხელფასი და გარანტიები გქონოდათ ამისთვის იბრძოდით ასე გინდა შეინარჩუნოთ ავტორიტეტი რუსული კანონის განხილვისას როდესაც მეც ვიყავი ერთ-ერთი მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში რომ გაქრით თვითონ ფეხი გკიოდა თუ რაღაც ასეთი დღემდე როცა ფარა გავასაჩივრეთ და განხილვა არც კი დაგიწყიათ მანამდე როცა არჩევნების შედეგების გაუხლებაზე თქვით უარი და ხელი მოაწერეთ იმ საზისხარ და საშინელ განკარგულებას მოღალატეობრივს მე ასე ვიტყოდი ასე გინდა შეინარჩუნოთ ავტორიტეტი არა ასე არ გამოვა რომ იცოდეთ ან ხართ რუსული რეჟიმის მხარეს ან ხართ თავისუფალი ნაწილის მხარეს ამ თავისუფლების მხარეს ვართ ადამიანები რომლებიც ყველა რეჟიმის ყველა დიქტატურის პირობებში ვიბრძვით რომ იყოს ადამიანის უფლება დაცული და დემოკრატია იყოს დამკვიდრებული ამ ქვეყანაში ამიტომ ეგ მანტია მოსამართლის არ გიკრძალავთ თქვათ მზიას თავისუფლების რეჟიმის სხვა ტყვეების თავისუფლების შესახებ რამე თუ შეგრჩენიათ ჯერ კიდევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თუ არ შეგრჩენიათ ეგეც გასაგებია მაგრამ იცოდეთ რომ არავის და გვაუწყდება თქვენი დღევანდელი როლი და ვალდებულებები და რასაც აკეთებთ ამ რუსული რეჟიმის გახანგრძლივებაში მე კი შედამჩენია ახლა მოგიწოდოთ თავისუფლება მზიას
თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებთ საპროტესტო აქციას, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქ მოსული ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, რომელიც ამ ეტაპზე არის საპატიმრო დაწესებულებაში და სასჯელს იხდის და რომლის სასამართლო პროცესიც გაიმართა დღეს. ბოლო დასკვნითი სხდომა იყო და ჩვენ ვიცით, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო სახელაშვილი გამოაცხადებს 6 აგვისტოს დღის 2 საათზე. მზია ამაღლობელის თანამებრძოლეები და რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ წინასწარი განწყობებით მათ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მოსამართლე მიიღებს გამამართლებელ განაჩენს. ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზი, თუ საშელის რა ფორმას გამოიყენებს ნინო სახელაშვილი. მოკლედ ეს იყო ასე ვითარდებოდა მოვლენები დღის განმავლობაში, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ისე ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მარშის მიმდინარეობისას. მადლობა, რომ თვალს გვადევნებთ, მადლობა ნდობისთვის. გემშვიდობებით.